ოპერაცია მოსალოდნელი იყო უკვე რამდენიმე დღეა მიდის აქტიური მზადყოფნა ირანმა თვითონ განაცხადა რომ არ ჩაერთებოდა მოლაპარაკებებში სანამ შეტევა არ დამთავრდებოდა ანუ არ დათმობდა ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობას ამიტომ ეს მოსალოდნელი შეტევა იყო ირანზე და მე ვფიქრობ ახლა იმხელა ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს მარტო ისრაელს ირანის წინააღმდეგ როდესაც ამერიკას ჩაერთობა იქ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ირანი უძლურია რაიმე ეფექტური თავდასხმა და თავდასხმის ზონები მიიღოს ასეთი დარტყმისგან. კი ბატონო, აი შეერთებული შტატების ჩართვა ახსენეთ და ფაქტობრივად ოფიციალურად უკვე შეიძლება ითქვას რომ შტატების ჩართულია ხო ამ კონფლიქტში. აი რა შეცვლის ეს გარემოება აი თქვენ ბრძანეთ რომ ფაქტობრივად უშანსოდ არისო ირანიო აი შტატების ესეთი ოფიციალური ჩართვა ამ პროცესში დააჩქარებს თუ არა მათ შორის რაღაცა კონფლიქტის მოგვარების საკითხს როგორც არ უნდა დასრულდეს ის ეხლა კონფლიქტის მოგვარებას ვირას ეძახის გააჩნია აქ ისრაელის მიზანი უკვე წლებია არის ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება როგორც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით ესეთი საჰაერო თავდასხმებით მათ აქვს შესაძლებლობა რომ ბირთვული პროგრამა უკიდურესად დაასუსტონ და გაანადგურონ ასევე ირანის სარაკეტო შესაძლებლობები და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ანუ ყველა სტაციონარული და სტრატეგიული ობიექტი რაც ირანშია განლაგებული თამამად ითქვას რომ მიღწევადია ისრაელის და აშშ-ის თავდასხმასთვის ხო თუ ეხლა მიზანს ვიღაცა ასახელებს რომ რეჟიმის ცვლილება საჰაერო თავდასხმებით მარტო რეჟიმის ცვლილება არ გამოდგება მე ვფიქრობ აქ უფრო სხვა საკითხთან გვაქვს საქმე და ამ ხრივ წარმატებას ვერ მიაღწევენ. კი ბატონო. და ასევე ბატონლაშა რა სიტყვით ზოგადად გაფართოებაზე აი ამ კონფლიქტის ეს რამდენად არის მოსალოდნელი რომ ამ კუთხითაც რაღაცა შეიცვალოს და უფრო გლობალური სახე მიიღოს მოკლედ ამ დაპირისპირებამ. მე არ ვფიქრობ რა თქმა უნდა რისკი ამისა ყოველთვის არსებობს მაგრამ ამარო გლობალური სახე მიიღოს ვიღაცა ღიად უნდა დაეხმაროს ირანს ну ესეთი ღიად დახმარების შანსი რუსეთს ჰქონდა ვითომ მაგრამ რუსეთს ახლა თავისი იმდენად გაჭირვებია რომ ირანზე დახმარების თავი არ აქვს ჩინეთს თქვა თეორიულად არ ვთქვათ იმხელა ძალის პროექცირების შესაძლებლობა არ აქვს რომ ახლა ეს ირანზე თავდასხმა რაიმე ფორმით შეაკავოს გარდა პროტესტის გამოთქმისა და ამ შემდეგ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ირანი მარტო ამ კონფლიქტში დარჩენილი და არანაირად მას გამარჯვება არ უწერია. ხო, აი რუსეთის როლზე მინდოდა სხვათა შორის ბატონლაშა მეკითხა, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ის მიემგზავრება მოკლედ მოსკოვში, სავარაუდოდ თვალ იქნება პუტინთან შეხვედრა. არ ვიცი, ანუ არ უნდა გქონდეს მოკლედ რომ თქვათ ირანს რაღაც რუსეთის მხარდაჭერის იმედი აი ამ პროცესში, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია რომ რაღაცა შტატებთან ესე ღია დაპირისპირება ირანის გამო არც პუტინის ინტერესებში არ შედის. არა, იმედი შეიძლება გქონდეს, მაგრამ უნარი არ აქვს ახლა ირანს რაიმე სერიოზული დაეხმაროს, რუსეთის თავისი გაჭირვებია, რა უნდა მიაწოდოს ახლა ის რუსულ ავიაციით და სტრატეგიული შესაძლებლობებით ვერ ჩაერთობა ამ ომში, იმიტომ რომ რუსული ავიაცია იმდენად ტექნოლოგიურად ჩამორჩება დასავლეთის და ისრაელისას, რომ ძალიან იოლი სამიზნე გახდება იმისთვის და სხვა რითი უნდა დაეხმაროს, არ ვიცი, ხო? არც ამგონია ამითაც რომ დაეხმაროს, ამიტომ რუსეთს ახლა თავისი გაჭირვებია ირანს სიტყვიერად თუ დაეხმარება და რაღაც კომენტარების დონეზე, სხვა რამის დახმარება შეეძლოს არ ამგონია. კი ბატონო გასაგებია და ბატონლაშა ასევე მინდა გკითხოთ აი უშუალოდ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით თუნდაც აი რა ტიპის არ ვიცი რა ტიპის ყურადღება არის საჭირო რა ტიპის სიფრთხილე არის საჭირო იმიტომ რომ ვიცით რომ სახმელეთო საზღვარი ბუნებრივია ღიაა და მათ შორის ირანიდანაც არ ვიცი შეიძლება იყოს რაღაცა მათი მიგრაცია შემოსვლა ქვეყანაში და ასე შემდეგ ხომ რა თქმა უნდა, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ახლოა ეს ჩვენი ომი არ არის, ჩვენ აქ საერთოდ არ უნდა ჩავერთოთ არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. მე ვფიქრობ, შვიდათ უნდა უყუროთ ჩვენ სხვა არც არაფერი შეგვიძლია, ამიტომ ეს ამ ომში საქართველოს ახლა თუ კი რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან დიდია, რამდენი როგორი შედეგი დამთავრდებაა ეს რომ უკრაინა გაიმარჯვოს და ეს ჩვენთვის კარგია და ასე შემდეგ. ამ ომთან მიმართებაში ვერ ვიტყვი რომ ჩვენთვის რას მოაქვს დადებით და უარყოფითი შედეგი, იმიტომ რომ ირანთან მაინც ჩვენი ურთიერთობები შემოიფარგლება ეკონომიკური კავშირებით და
თუ არ ჩავთვლით ამ ყობახიძის ბოლონდრეიდელ ვიზიტებს და რაღაცებს, არ ვიცი ხლა. ამ ხრივ რა რეაგირება იქნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ მე გამიჭირდება თქმა. სხვა რაიმე განსაკუთრებული რეაგირებას ამ არ ველოდები, გინდა ჩვენ რეგიონზე და გინდა საქართველოზე, ეს ჩვენი კონფლიქტი არ არის. კი ბატონო, გასაგებია.